მოგესალმებით ბატონებო და ქალბატონებო. დღეს ლალი ანტიცის საკვირაო სკოლაში წამყვანის წინააღმდეგ ითამაშებს მათე ცენტერაძის ექვსეული, იურისტი ნიკა პირველაშვილი, ფინანსისტი ზურაბ პაპუნიძე, პედაგოგი აკაკი გვიანიძე, პოდკასტერი გიორგი ბერიძე, ფილოლოგი ორნიკე გოგაძე, იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი, გუნდის კაპიტანი მათე ცენტერაძე. მოგესალმებით, მოაზროვნეებო, ბატონო მათე როგორი განწყობა გუნდში? ძალიან კარგი, საბრძოლო და გასამარჯვებლად მოვედით. ნახოთ. ახლა კი დავატრიალოთ ბზრიალა. სანამ ბზრიალა კი არის, ბატონო მათე ასე შეკითხვა მოვიზა, რომელი საფეხბურთო კლუბის ლოგოზე დაითანდით გილიოტინას? ინტერის მილანის. დავაჭირო ბზრიალა. მოვიდა დვალი. ყურადღება შეკითხვა. ყურადღებით ჩაიწერეთ. მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელებმა სატყუარა ეგრეთ წოდებული ცრუ აეროდრომის მოწყობა გადაწყვიტეს. მოკავშირეების შეცდომაში შესაყვანად. ისინი ყველაფრის ხისგან დამზადებას შეუდგნენ, მაგალითისთვის თვითმფრინავების, მანქანების, ანგარების და ასე შემდეგ. მოკლედ ყველაფრის, რასაც აეროდრომზე შეგიძლიათ შეხვდეთ. თავდაპირველად ბრიტანელებმა აეროდრომის დაბომბვა დაისახეს მიზნად, თუმცა გერმანელები საქმეში იმდენად გაერთნენ, რომ ბრიტანელთა დაზვერვამ მტრის ჩანაფიქრის შესახებ შეიტყო. თუმცა გერმანელების დამცირება გადაწყვიტეს და ბრიტანეთის სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალების პილოტებს აფრენის ბრძანება მაინც მისცეს. ყურადღება შეკითხვა. დამისახელეთ რა დავალება მისცეს მათ პილოტებს, რომლებმაც ეს წარმატებით შეასრულეს. ვადავალი პასუხი ბატონო. ვინ უპასუხებს? აკაკი გვიანიძე უპასუხებს. გაგი მეორე შეკითხვა თუ უპასუხებ? არა, გასაგებია. როგორც მახსოვს, ბრიტანელებმა გადაწყვიტეს იმის საჩვენებლად, რომ მიუხვდნენ გერმანელებს ამ ჩანაფიქრს, ხის ბომბის ჩამოგდება და ხის ბომბი ჩამოაგდეს აეროდრომზე. ძალიან კარგი დასაწყისია გუნდის 1-0. ხის ერთი ბომბი ჩამოაგდეს, ეწერა ხის ძირო. ბოლოდნელი, თუმცა ძალიან კარგი ვადამდელი პასუხი კაპიტანს ბრავოისთვის. ახლა კი დავაბრუნდით. ბატონ თონიკო უღეძესთან არის შეკითხვა, რომელი წიგნი მოგეწონათ ბავშვობაში წაკითხული ყველაზე მეტად? იძია თომას ხორხი. არის მიჩერსტო. რატომ მასთან არის? ამ ისტორიული ჟანრის წიგნები გვაქვს. ბევრი ინფორმაცია ახლა გავაჭიროთ ბზრიალა. მოვიდა ჰოკინგი. ყურადღებით. ფრანგი მოგზაური მონიერი, გაგიგიათ ვინმეს გუნდში? მონიერი. წერდა, კარგად ჩაიწერეთ. აღარ არსებობს მდიდარი პატრიციები, გრძელი მოსასხამებით, არც ჯაშუშები, არც მონაზვნები, არც კეთილშობილი ქალბატონები, არც ინკვიზიტორები, არც ღარიბი და მდიდარი კაცი, არც უცხოელი. ყურადღება შეკითხვა. დამისახელეთ კონკრეტული ნივთი, რომელმაც ყველაფერი ამის გათხრობა გახადა შესაძლებელი. დრო.
ბიჭო რამე ისე ფრანგები ვერ ხედავდნენ რამე ინგლისელებთან ხარ იყო კავშირში არა ფრანგი მგზავრია პრაქტიკულად რაღაცა ვითმა ეს ყველა გააკეთო ხო რაღაცა გაათანაბრა ყველა დიდარი წყარი როგორ ერთად გარდაცვალება ხო არ არის არა კუბო არა რაც კლავს თავს მითიცი კლავენ რა შავი ჭირი რამე კაი კიდე ერთი გარდაცვალება კიდე რამ შეიძლება რომ გაათანაბროს რამე რევოლუციაზე ხო არ არის და რაღაცა რა გილიოტინა რამე კონსტიტუცია ხო არ შეიძლება ყველა გასა. კი, არა, ანუ ესეთი არის რაღაც რაც რევოლუციის სიმბოლო უნდა იყოს, გილიოტინა რაღაცა. მაგრამ მოგზაურია გილიოტინა ფრანგულია. კი, საქართველოს რამე. ამ შემთხვევაში მოგზაურია რა ფსარგოუნია ჩემს. რაღაცა გაათანაბრა ყველა. კიდე ხო კოლტი ხო არ არის კოლტი. კოლტმაც ხო ყველა გაათანაბრა. დიდარი პატრიცია. მოგზაური რადგან არის საფრანგეთში. კოლტი ყველა გაათანაბრა კოლტმაც. ორი ვერსია რომელი უფრო გილიოტინა თუ მონაზე ბატონო მათი ვინო პასუხებს შეკითხვას ორი კარგი ვარიანტი გვაქვს ძალიან და ვფიქრობ ამჯერადაც აკაკი უნდა უპასუხოს. ბატონო აკაკი გადი მეორე შეკითხვა თუ პასუხობთ ვინ გადის კი მოვისმენდი ერთხელ. პროგრამის მოვისმენთ. ფრანგი მოგზაური მონიერი წერდა. აღარ არსებობს მდიდარი პატრიციები გრძელი მოსასხამებით. არც ჯაშუშები, არც მონაზვნები, არც კეთილშობილი ქალბატონები, არც ინკვიზიტორები, არც ღარიბი და მდიდარი კაცი და არც უცხოელი. დამისხეთ ეს საგანი, რაზეც საუბრობდა. საუბრობთ რაღაცამ ყველა გაათანაბრა. და მოდი რადგან ფრანგია მაინც ვიტყვი საფრანგეთის რევოლუციის მთავარ სიმბოლოს, რომელმაც არავინ არ დაინდო, არც მეფე, არც გლეხი, არც არავინ გილიოტინა. მიღებულია გილიოტინა. არა მესმის, მაგრამ კითხვაში იყო მოგზაური. ის მოგზაურობდა. ახლა მოისმენთ სწორი პასუხი. აღარ არსებობს მონაზონი, აღარ არსებობს მდიდარი და ღარიბი. აღარ არსებობს მოგზაური და ასე შემდეგ. მოგზაურმა მონიერმა აღწერა თავისი თავისუფლები იტალიაზე. იტალიაში აღასრულებად. კარნავალი აღასრულებად ერთი ქალაქი ის. საუბარი იყო ვენეციის კარნავალზე, ხოლო ეს საგანი არის ნიღაბი. სანამ სტიალატიანეს ბატონო ზურა. გამისვლით თუ არა ერთ ქულაში აკადემიურ ხარისხს. არა. საგანია. სანამ სტიალატიანეს ბატონო მათე მოგეწონა თუ არა მეორე შეკითხვა და როგორია. ძალიან მოგეწონა, შეողობას ყოლიყო, მიკროფონის, მაგრამ ვერ მივედი მასწავლა. კარგი ვერსია იყო გილიოტინა თუმცა კოლტის კარგი ვერსია. გავაჩერებ ზიალა. მოვიდა ოპენჰაიმერი. მოისმენთ? ეხლა ჩვენ გაჩვენებთ ფოტო მასალას. კარგად დააგვირდით. თქვენს წინაშეა ფოტო დიდი შვიდეულის ერთ-ერთი სამიტიდან, რამაც ინტერნეტ მომხმარებლებში ირონიულად დიდი შეშფოთება გამოიწვია და სარკასტული ხუმრობის მთელი კასკადი მოყვა. თქვენ უნდა დაასახელოთ რა დაინახეს მათ ფოტოზე ისეთი, რამაც მათი შეშფოთება გამოიწვია. დრო. კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ესპანია, ბრიტანეთი. იაპონია რამე ისეთი რუკასთან ხო არა ეს ის ქვეყნები ხო არ არის, ვინც არქტიკაში აცხადებს პრეტენზიას მაგალითად, იმიტომ რომ არქტიკაზე არის განთავსებული. ხო, რაღაც ტერიტორია ხო? რუკასთან არ კავშირში. ხო და არქტიკაზე არის განთავსებული. ქვეყნები ბოლოა. არა. სიძლიერის მიხედვით არა, მაგ იმისა ალფაბეტის მიხედვით დაგებენ დროშებს. კაი, ერთი არქტიკაზე აქვს, კიდე რა შეიძლება გლობალური დათბობის ამბავიც არის თანაბარ. არა, არ მაინც მივეთ არა. არა, არის ABCDFG. კიდე ვითენ არის ბოლო და აი, მაგალითად არა, United Kingdom-ზე. ერთი წუთი. ან გლობალური დათბობა უნდა იყოს და გლობალ 7 რამე არის? გლობალური G7 სხვა. ან არქტიკასთან უნდა იყოს. G7 ქვეყანა რომ ალბათ მაგებიც არა, სხვა რამე. ანუ რადგან ესე იდეაში რადგან უკაზე არქტიკაზე არის განთავსებული, ესე არქტიკასთან უნდა იყოს კავშირში. არქტიკა რა არის? გლობალური დათბობა არის. ან ამდე სხვა. ბატონო მათი ვინო პასუხი გიყავს. სწორი ვერსია გუნდეთუთ ვარ.
მაშინ ავიღო დამატებითი 1 წუთი ხო? 1 წუთი სადღაც ხო შეგვიძლია? კი ბატონო. არა, სხვა რა ვიყო. არა, შეგვიძლია? ერთი წერტილი რა აქვს. კითხვა დაგვიმეორეთ თუ შეიძლება. თქვენს წიგნაშია ფოტო დიდი შვიდეულის ერთ-ერთი სამედიდან, რამაც ინტერნეტ მომხმარებლებში ირონიულად დიდი შეშფოთება გამოიწვია და სარკასტული ხუმრობის მთელი კასკადი მოყვა. თქვენ უნდა დაასახელოთ თუ რა დაინახეს მათ ფოტოზე ისეთი, რამაც მათი შეშფოთება გამოიწვია. დრო. კანადის დროშაზე ფოთოლი არა, ყველა დროშები ჩაულებია. უკაზე რა მიხვალა ABCD EFG ჯერ ფრანს გერმანია ფრანსი. არა, ერთი ძამი რუკაზე რა მიხვალა. მოიცა იტალია, გერმანია და იაპონია არის გვერდიგვერდ სამივე ჩალაგებული ნახე? აი ეგ ხო არ არის სამეული ხო? ეგ ხო არ არის ხო ის რა ქვია მას რა? ეგ ხო მაგათ ცენტრის ქვეყნები როგორია? არა, ანუ გერმანია, იტალია და იაპონია სამთაკავშირი პირველ სოფლიო ომში იყო. ამიტომ მეორე სოფლიო ომში ერთად არის ჩალაგებული ეს სამი ქვეყანა და გერმანიას წესი დარიგით როგორც წერია ჯერმანი წერია ხო და მოკავშირეები უწევდა ხო მაგ არ უწევდა ჩასმა ხო და მოკავშირეები საფრანგეთამდე უნდა ყოფილიყო მაშინ გერმანია ხო ალფაბეტის და მოკავშირეები ყავთ გვერდით შეხედე ის სამი ქვეყანა ვინც არა საფრანგეთამდე არ უნდა ყოფილიყო დალაგებული არის თუ არა დალაგებული შეხედე ან გერმანია იტალია და იაპონია არის გვერდიგვერდ მაშინ ეგ უნდა იყოს რადგან იმაზე არა საუბარი ეგა ხო დრო ამოეწურა გუნდს ინგლისეთმა ბატონო მათემატიკა მოსულებს კიდევ კითხოთ ამჯერადაც არ გაიჟღერა ფორმალიზაცია ერთია და ამჯერად ვერ იგებთ ანუ გაიჟღერა თან თავის ერთი ვერსია მქონდა პრინციპში თავის ვერსიას ისევ არ აგეუბოს კი ბატონო აკაკი დავისაჯიმე მოიცა ხო ალბათ ერთადერთი რაც სარკასტული უნდა იყოს მეორე მსოფლიო ომში მოკავშირეები თავარი მოკავშირეები ხან ის არის ხდება სატელიტური ქვეყნები იყო გერმანია, იტალია და იაპონია და ალბათ ერთად რო არის განლაგებული, ალბათ ეს უნდა იყოს ამ იუმორის, ამ სარკასტული იუმორის მიზეზი ალბათ. მეტი არაფერი. ბატონო აკაკი ძალიან კარგად ჩამოაყალიბა, მეტი რა დასამატებელი. ეს სწორი პასუხია. იტალია, გერმანია და იაპონია. ორი ერთი აფრიკაში. ასორი მივედი რა, ლოგიკა რა მივედი. ბატონო აკაკისთან არის კითხვა. კერა რომ ვიყოთ რა სიჩქარით გავცელებული ვაკუუმში. ეს მეცნიერები მოუწია დუალი იყო პირველთან, ხო? წარმოადგენ ვერ ყვება ამ ბავშვი ამიტომ არის. დავატრიალებ სიალა. ბატონო მათე მე გამიგდროს ფეხბურთის თავიდან გავარქვა ეს ვერსია. მეც გამიგდი. არა საბოლოოდ იყო მაინც სკოლას მაინც გავიგე. რომელ კითხვას ისურვებს ამოვიდეს. მან გამარჯვებს. იქერა მებისმიერ. სუპერ ბლიც რა ხო? გავაჩეროთ სიალა. იცი საინტერესო. იქერა რა სუპერვიზი თორე. შავი ყუთი. აა შავი ყუთი იყო შავი. ხო შავი ყუთი იყო. მაინც შავი ყუთი სტუდიაში. როგორ მოიცა? დავაღერო პირველი შავი ყუთია. ბატონო მათე თქვენს დაიხება შავი ყუთი. კამპის ინტუიცია მე გასწავლე. ახლა კი მოისმინეთ შეკითხვა. ჩაიწერეთ. 1879 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაარსდა ზაიონ უესლის ინსტიტუტი. ეს გახდათ სასწავლო დაწესებულება, რომლის დაარსება იყო გამოძახილი იმ ეპოქის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენის. გეტყვით, რომ ამ ინსტიტუტში განსაკუთრებული კონტინგენტის სტუდენტების მომზადებით იყვნენ დაკავებულნი. ხოლო მათი არაფორმალური, ასე ვთქვათ, ლოზუნგი შემდეგნაირად ჯერდა. ჩაიწერეთ ლოზუნგი. სამკაულებით ჩვენთან არ დაიშვებიან, მხოლოდ იქსებით. იქსები ახლა დევს შავ ყუთში. ყურადღება შეკითხვა. რა დევს შავ ყუთში? დრო.
აი თალები არის ალბათ სავარაუდო სამკაულებით არ დაიშვებიან ან ჰალსტუხია ან ეს რამე მამაკაცების ბავთა. კავშირი რაღაც ის ხო ხუდი ხო არა ცილუდი არ იქნება ძალიან დიდი არა რაღაც კაცი არ შეხედე ახილები არა 1979 წელს ალბათ ქართველები ანუ შავკანიანები არ იქნება ალბათ რაღაც ერთ შემთხვევაში და ამიტომ სამკაულები ძირითადად ქალები ატარებენ. კიდევ შეიძლება აშშ-ში სამკაულებით შეიძლება ესე ინდიელები. ერთ შეხედე ინდიელებიც ინდიელებთან ინდიელები რას აი რა მნიშვნელობა ქალია ინდიელია თუ ვინ არის რით უნდა დაიშვას ანუ არა რაღაც ამ სამკაულებით არა და რითი ჰალსტუხი რაღაც იბადე ამ დროს 75 წელს რამე ხოლმე დაავადება იბადეს არ იქნება და ეპოქის მნიშვნელოვანი გამოძახილი რომელიც ის არა ის არა ეს მაგა უკვე ზემოთი გამოძახილი კაი არა მომისმინე ყელზე რა ანუ ბაბთა ჰალსტუხებით ალბათ ჰალსტუხი ან ისე ბაბთა შეიძლება კავშირში იყოს და მაგაც კი ო რა ვიცი ზემოთ თამაშია ხო ნო რა მოიწურა ვის ბატონო მას შეწყდა განკი ვინ პასუხი შეყავს არ მახსოვს ვის ვერსია იყო ამიტომ თავად შევეცდები უპასუხო რადევ შაუჩი რა ვიდევ შაუჩი მოდი ეს იყოს თქვენც აუცილებლად გექნებოდათ აქ ბაბთა იყოს ბაბთა მიღებულია ბაბთა ბატონო მათე რა მოხდა აშშ-ში 15 წლის ადრე 1879 წელს გაიხსნა ეს ინსტიტუტი მონობა გაუხდა მონობასთან შემდეგ ბორკილები დიახ ეს იყო პირველი ინსტიტუტი სასწავლო გათავისუფლებული მოლებისთვის შავკუჩიდებს ბორკილები და აშკარად გავს ბაბთას ორი გახდა საკაულებს და ბორკილები დავატრიალებ ბატონო მათე თქვენ არ გახსენებთ რომ აშშ-ში რაღაც პერიოდს აცთ ყველაზე მეტად რაც უნდა იყო მშრალი კანონი იყო აშშ-ში ეგ ცოტა მოგვიანებით იყო 1980 და არა უშავს ზურა პაპუნიძესთან არის შემდეგი კითხვა ტრანსფორმერი რომ იყოთ რომელ ტექნოლოგიურ მოწყობილობად გადაიქცეოდით დიდი სიამოვნებით არავინ არ იშოვებს. გავაჩერო ძრიალა. მოვიდა სუპერ ბლიცი 2-2-ზე. ბატონო მათე, თქვენ რომ დასხოთ ერთი მოთამაშე, ვინც მარტო ითამაშებს სუპერ ბლიცს. ყველაზე მარტივია ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა. დღესაც წავიდა აკაკი გვიანზე ითამაშებს. უნდა გადაინასოს სულას ჩაკიდია. ბატონო წამყვან სტატისტიკას ხო არ მეთქვით სუპერ ბლიცებში გამოსვლების. არავის არ მოგია ჯერ სუპერ ბლიცი, ნახოთ იქ. მაშინ არ ვენერვიულებ არა შევასწრე. სუპერ ბლიცი ბატონო აკაკი მომზადებული იქნება განახებ ჩვენ ქვეყნის დროშის ფერებს და მის გვერდით თვისებებს, რომლებიც არის ამ ქვეყნისთვის დამახასიათებელი. უცებ ხდება დაასახელოთ ქვეყანა. ასევე იქნება იქ თითოეულ მათგანში იქნება ერთი ფერი, რომელიც ამ ქვეყნის დროშაში არ შედის, დროშის შემადგენლობაში. თანდათან ჩვენ გაჩვენებთ ერთ მაგალითს და მივხვდებით, რომელი ქვეყანა არის ბატონო აკაკი? შრომა იუმორიზმს. რომელია? გერმანიის დროშის ფერები, ხოლო ცისფერი ფერი, იმიტომ მათ იმორიზობა არ გააჩნიათ, ასე ვთქვათ, ირონიული კითხვა იყო ეს. ის ლატყვითელს არ გავსმა რა. არა კი ანუ სპეციფიკა იგაა რომ ჩამოთვლით აქ ანუ მოცემ ანუ რაც არ აქვს, რაც არ არის ფერში, ის არ აქვს. ერთი ფერი არა და ერთი მივხვდი, საჩენ დამახასიათებელი. გავიგე. შეკითხვა ნომერი 1 სუპერ ბლიცის. დაასახელეთ ეს ქვეყანა. დრო. დროა მოიწურა დროატაკი. საბოლოო ვერსია თქვენი. სავარაუდოდ ეს უნდა იყოს ალბათ ამერიკის შეერთებული შტატები. არის.
ეს სწორი პასუხი. შესაძლებელი არჩევა იყო ეროვნულად დაწერილი, ამიტომ ეს არის აშიში. ფოტო ნომერი 2. თუ ყველგან ხელი მომეც არა ხალხის ძალაში მიმიღებენ. დაასახელეთ ქვეყანა. დრო. ცოტა რო იქნათ. დრო ამოიწურა, ბატონაკაკი, გააქვთ რამე შემოსაჭრელი ვერსია მაინც. ეს სავარაუდოდ რესპუბლიკა იყო დიდი ხანი და მოდი ნიდერლანდები. მიღებულია ნიდერლანდები, აი დააკვირდით ისფერ ფერს, უნარი არ დანებდა მტერს, რომელი ქვეყანა გასცემდებათ, რომელიც ორივე მსოფლიო ომში დანებდა. სწორი პასუხი არის სამკუთხედზე საფრანგეთი, საუბარი იყო საფრანგეთზე. 2-3. მე რა იყო სპერმიცი. საფრანგეთის დროშაში ის უნდა იყოს ის მე. მეგონა მესამე იყო რაც არ იყო იქ და იყო. 2-3 და გარა ფედაკა. ბატონო მათე იყო გუნჩი ვერსია? არ ყოფილა. საფრანგეთსა. სანამ ზრიალს უნდა გავაფრთხილო ბატონო მათე, ბატონო გაგაკი რომელიც დღეს საოცრად თამაშობს. იუგა დაუგებელი სპორტისა ორი პასუხი არის მასზე, მის ორივე პასუხი. ახლა გავაჭიროთ ზრიალა. მოვიდა არქიმედე. კი ბატონო. 2-3 ანგარიში ჩაიწერეთ ჩვენ. 2020 წლის გაზაფხულზე ლონდონის კომუნალურმა სამსახურებმა ისარგებლეს ქუჩებში ტურისტების ნაკლობით და საბოლოოდ გადახატეს. დაასახელეთ ზუსტად რა გადახატეს მათ. დრო. ბრექსიტის ის ხო არის? ლონდონის რუკა ხო არ გადახატეს თავი. რაღაც ტურისტები არ იყო. ტურისტები არ იყო, იმიტომ რომ კოვიდი იყო მაგდროს. აბა რა არის გადახატეს? ასპალტთან ხო არ აქვს. ასფალტზე ხომ არ არის? რაღაცა იყო ასფალტი რაღაცა. ზებრები გადახატეს? რავი. ტურისტები არა, არავინ არ იყო, საერთოდ იმიტომ რომ ეს პანდემია იყო, მაგრამ რა გადახატეს? კომუნალური სამსახურები წარმოიდგინე. კომუნალური ანუ ატინგის ევროს ნიშნები ხო არ იყო, მაგრამ ელექტროენერგიასთან, გაზთან კიდე კომუნალური სამსახურები. ამ თვითონ ის რაღაცა კანალიზაციის ლუქების რაღაცა უკას ხო არ აკეთებდნენ თქვა და არ ხო რაღაცა ჩანდა. კაზე მეც უყალმია რა. მეტროსთან ხო არა. მანამდე რა მეტროში არ იქნებოდა. ხარ მეტრო არ იქნებოდა ამ პანდემიის. აჩერებები დასვენა. ხო, კაი, ტურისტი რას ტოვებს კიდე რა შეიძლება რომ გადახატო? ტურისტი ამას ვარდო წარწერას რამეს. ნობის ამბავია მგონი. ლონდონში სამე მარტო ხო არ ფეხბურთის ფინალი ხო არ იყო მაგ პერიოდში რამე 2019-ში. ამ დისტანციის ის დრო ამოიწურა ბატონო მათე. ორმა ვერსიამ გაიწერა. მაშინ იმედია ვეღარ გამოვიყენებთ ამ შანსს სხვა დროს და აქვე გამოვიყენებთ დარბაზს. დარბაზს დახარვა ჩავთ. მას ვარ გავუმერო თვითონ თუ როგორ არის? კითხვა უნდა გაიგო. 2020 წლის გაზაფხულზე ლონდონის კომუნალურმა სამსახურებმა ისარგებლეს ქუჩებში ტურისტების ნაკლობით და საბოლოოდ გადახატეს. დაასახელეთ ზუსტად რა გადახატეს მათ. დრო. ვერსია არ ყოფილა, იგივე ვერსიები არ გაიგო. ფაგზაონი თეთრი ხაზია რაღაც. ზებრები ვერსია არ ყოფილა, სხვა. მაშინ ისა დაგვია მას. აი რა შეიძლება რომ გადახატო. გრაფიტები? ხონდა გრაფიტო არა. აი ის ორ სართულიან ავტობუსებზე ხო არ ხნეს რამე ხო არ იგიქნეს რა. ტელეფონის ტელეფონი შეგვიძლია მაგალითად სამიზიდობა რა. გადახატეს რას ნიშნავს? გადახატეს სხვა ფერი შეხებეს შეიძლება. დრო ამოიწურა. ბატონო მათე. 2-3 ანგარიში. თავად ვეცდები დარბაზის ვერსია. ასო. გადახატეს არ ვიცი რამდენად ეთქვა. შეიძლება იყოს ტელეფონის ჭიხური. ტელეფონის ჭიხური საბოლოო ვერსია ეს. მოხატეს.
ახლა მოისმენთ სწორი პასუხი. ტურისტები რატომ იყვნენ ახსენები ლონდონი? საფრთხიანი ავტობუსით მათ გადახაზეს გადასასვლელი Abbey Road-ზე, ლონდონის ცნობილ ქუჩაზე. 2-4 სვეტილი იყო და იმდენად კონკრეტულად უნდა დაგესწრება ქუჩა Abbey Road-ია ლონდონის ერთ-ერთი ცნობილი ქუჩა. დავატირალებ ზიალა. მაგრამ მათ ეს თუ შეგფრენდლის, თუმცა არ აუშავს 2-4 ანგარიში არაფერი არ დამთავრდა. დავაჭერებ ზიალა. მოვიდა ბუტონი. ზიატონიკა ის ნიშანი. უბრუნდებით ისევ ინგლისს ბატონებო. ვის უყვარს ფეხბურთი გუნდში? ყველას. ჩემ გარდაყვანეს. მაშინ სათქმელად თქო. ინგლისის პრემიერ ლიგის ამ ორი დაპირისპირებული გუნდის გულშემატკივრები ხშირად აშარჟებენ ერთმანეთს. ისინი ერთმანეთს არა მხოლოდ საფეხბურთო, არამედ სხვა სფეროების გათვალისწინებითაც ეჯიბრებიან. რამდენიმე წლის წინ მოწინააღმდეგე გუნდის წარმატებით განაწყენებმა ფანმა შემდეგი რამ თქვა: თუ კი ისინი ტალახის გუბის ხოჭოები არიან, ჩვენ X-ის არწივები გამოვდივართო. ყურადღება შეკითხვა. დაასახელეთ რა არის X-ი? დაასახელეთ X-ი. არწივები კრისტალ პალასის ისა. მას რომელი ორი დაპირისპირებულია? რომელი ორი დაპირისპირებულია? ლივერპულთან ხომ არის? ბიტლსი ხარ ხოჭო თქვა და რომელი ორი დაპირისპირებულია? მანჩესტერი და ლივერპული შეიძლება ლონდონი იყოს. მანჩესტერი ლონდონში რომელიმე მხარე ხო არა? კრისტალ პალასი ლონდონისა. კრისტალ პალასი კი. ხო, ხოჭო რო თქვა, ჩემ ლივერპული ხო არ ბიტლსის პონჩი. გონდი ხოჭო და ქალაქებს შორის დაპირისპირება არ იქნება. ტალახის გუბერ ორი დერბის ამბავია. ან არსენალი იქნება. ხოჭოები და ეს არასწორად მიდგა და ტალახის გუბის ხოჭო როგორ იქნება? რაც უხსნაური და რაც ბაგრა რაც რაღაც ბაღო. და ჩვენ ვართ მაშინ არწივები. ორგანის გუნდები. ტოტენჰემი, ჩელსი, არსენალი, ჯოჯოხეთის ხო არა და მანჩესტერი ხო არა. ჯოჯოხეთის ხო არა. ლივერპულის იმაზე რა გამოსავალ. ფენიქს ფენიქსი ხო მიწის რისგან აწყობ. დრო ამოიწურდეს ხალხი. დრო. 2-4 საკერთ, ჩემდა შეფიქრა იმეორებ და ვინ პასუხს მითხარით. მე შევეცდები უპასუხო და კითხვა გაიმარა თუ შეიძლება. ინგლისის პრემიერ ლიგის ამ ორი დაპირისპირებული გუნდის გულშემატკივრები ხშირად აშარჟებენ ერთმანეთს. ისინი ერთმანეთს არა მხოლოდ საფეხბურთო, არამედ სხვა სფეროების გათვალისწინებითაც ეჯიბრებიან. რამდენიმე წლის წინ მოწინააღმდეგე გუნდის წარმატებით განაწყენებულმა ფანმა შემდეგი რამ თქვა: თუ კი ისინი ტალახის გუბის ხოჭოები არიან, ჩვენ X-ის არწივები გამოვდივართო. რა არის X-ი? დაასახელეთ X-ი. ეს დაპირისპირებული გუნდები შეიძლება იყოს ლივერპული და მანჩესტერი, ალბათ ჩემპიონთა ლიგა რომ მოიგო ლივერპულმა. და შეიძლება იყოს ჯოჯოხეთის არწივები, რადგან ჯოჯოხეთთან არის მანჩესტერი კავშირი. ჯოჯოხეთი მიღებულია. ტოტენჰემის ხო არა. ახლა კი მოისმინეთ სწორი პასუხი. თქვენ მართლაც სწორად გახვედით ხოჭოებზე, ეს მართლაც არის ლივერპული. ხოლო მეორე გუნდი იყო არა მანჩესტერ იუნაიტედი, არამედ მანჩესტერ სიტი. სიტი და ლივერპული. და თუ არ ვცდები, იყო ვერსია ბატონი ზურასგან. ხოჭოები იყვნენ ლივერპულის ფანები, ხოლო სიტის ფანები იყვნენ ძმები გალაჰერები. X-ი იყო ოაზისი, მეგობრებო. ოაზისი არის ჯგუფი, რომელიც დააარსეს ძმებმა გალაჰერებმა. გუნდი იყო მანჩესტერ სიტის. ფიქრაზე ვასებობთ. ბატონო მათერცული იყო არჩევა, თუმცა იუნაიტედი ბოლო პერიოდში ვერ ასპარეზობს ინდონეზია, რადგანაც სიტი უკრავს არჩევებს. დაპირისპირებაზე წავედით. მოგიგეთ სწორად გახვედით ლივერპული თავიდან მაგაზე.
უმრავლესია. ყველაზე ძმოეს ბატონის ულასგან ვიხდები. ჯგუფებზე ამან ლიცი. ლიცი მეგობრებო შედგენილია ფოტო გამოსახულებისგან, პოსტერებისგან, რომელსაც მე თქვენ გაჩვენებთ. და თქვენ უნდა უბრალოდ თითოეულ შეკითხვას უყურებთ. ეს შეკითხვები ერთმანეთთან არანაირ არ აკავშირში ბულში. ფოტო ნომერ პირველი. ფოტოდან გამომდინარე დაასახელეთ ერთ-ერთი ქვეყნის დედაქალაქი. დრო. აჩრდილია მესია და იგი აჩრდილი რამე ის ხო რა ბიჭო შექსპირთან ხომ არა კავშირში დანის კოპენჰაგენი არა არა უბრალოდ შეიძლება ცუდი ხარ ეს მესია და ზებული ხარ მესია ბევრი ბევრი რომ არ აგენტი იგივე გააკეთა მარადონა მაგრამ ის თამაშობდა ღმერთის ინგლისთან ხო ხელი რო რაღაც არა სულ ლოგიკით აჩრდილიო და ამ მაშინთან არ შეიძლება იყოს კავშირში რაღაც დედაქალაქი უნდა დავასახელოთ ერთ-ერთი ქვეყნის ერთ-ერთი ქვეყნის დედაქალაქი ამი და ეს თამაში ფინალი ყოფილა რომ დრო ამოიწურა ბატონო მათე. ბატონო დაუყანო ვერსია არ მქონია ისე მე ვერ დავიგო. თუ გინდა გარიგნორ შეკითხვას და მითხრა არა შემდეგ კეთყვით თუ შეიძლება ფოტოდან გამომდინარე დააპრეს ამისახელეთ ქვეყნის ერთ-ერთი ქვეყნის დედაქალაქი. აი მე უპასუხებ როგორც მახსოვს ამ მოძრაობის დასასრული არის გოლი და იგივე გააკეთა მარადონამ არგენტინის ნაკრებში თამაშისას და ეთამაშებოდა ინგლისს როგორც მე ვარ თქვა და აქედან მივდივართ ინგლისი ლონდონი ალბათ ლონდონი ხო ლონდონი მიღებულია ახლა კი ნახოთ სწორი პასუხი. მოვისმინოთ უფრო სწორად. ანკარა. დედაქალაქი იყო ანკარა 2-6. აფაკი დარბაზში მყოფებს თხოვეთ შეგვიძლია თამაში მე მიხარი რომ გიორგი მასაკი დაბრუნდება ასარები გითხოვიც იყო გამოვარჩევდი ერთ მოაზროვნეს ბატონ აკაკის რომელსაც კარგი თამაში ჰქონდა მაგრამ ფიქრობ რომ თვით მარტო თამაშობდა გუნდში ამიტომ მაინც დასაბასებელია და არ შევუდგათ კარგი თამაში გამოვიდა საბოლოო ჯამში სამწუხაროდ დავარცხა მაგრამ წარმატებული შემდგომში ბატონ კახის თავს თამაში როგორი იყო? თამაში ძალიან კარგი იყო, ზაგუნსპარდა თამაშისთვის. გამოვარჩევდი ალბათ საფეხბურთო კითხვას ლივერპულთან დაკავშირებულ, რადგან საბოლოო ლოგიკა იყო და შესაბამისად საბოლოო იყო მისმა აქამდე და მომეწონა საბოლოო კითხვის ფორმულირებას. თამაშას დაჭერა ხონდა ბატონის მასალებს, რომელიც ვერსიაში დიალოგს თამაშობს და სამწუხაროდ ნუ ასე მოხდა, მაგრამ თამაში მართლაც გამორჩეული იყო. მადლობა. მადლობა შეფასებისთვის. გამოვიდა დღის მოაზროვნე გახდა ბატონი აკაკი. ჩვენთვის უმრავლესობი. შეკითხვა მოწონა დაისახა ინგლისის პრემიერ ლიგაზე ლივერპული და მანჩესტერ სიტი. 2-6 დავარცხე მოაზროვნები, თუმცა იმედი მაქვს შემდეგ თამაშებში კვლავ დავუდგენთ. მოვალ შეხვედრაზე.